დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ძმა ყოფილი პრინცი ენდრიუ ეპსტინის ფაილების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი რეზიდენციაში საკუთარ დაბადების დღეზე დააპატიმრეს. გამოძიების ცნობით მეფის ძმამ, რომელსაც ტიტული რამდენიმე თვის წინ ჩამოართვეს, უფლებამოსილებას გადაამეტა და ეპსტინს საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა. უკრაინის ოფიციალური პირები ბოიკოტის ნიშნად იტალიაში ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას არ დაესწრებიან. მიზეზი პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომლითაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად მიეცათ უფლება რუს და ბელარუსულ სპორტსმენებს ეროვნული დროშებით იასპარეზათ. მოსკოვის მეტროში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული და რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები. იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ იქცეოდა. კარაბინერები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა ახალგაზრდამა თავს დაესხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. პოლიციელებმა ის ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.